რამდენ ადამიანს გაქვთ გასინჯული კამელია სინენსისი, ანუ ჩაი. რა თქმა უნდა ყველას, რადგან ყოველ დღე 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ადუღებს წყალს, შიგნით ყრის გამხმარ ფოთლებს და სვამს ჩაის, რომლის ისტორიაც ათასობით წელს მოიცავს. მოგესალმებით, მე ლუკა ვარ და დღეს მოგიყვებით ჩაის ისტორიას. ბევრი დიდი აღმოჩენის მსგავსად ჩაიც შემთხვევით აღმოაჩინეს. ლეგენდის თანახმად ძველი წელთაღრიცხვით 2727 წელს ჩინეთის იმპერატორის შენონგი გამოცდილი მმართველი და მცენარეული მედიცინის სპეციალისტი ხის ქვეშ ისვენებდა, სანამ მისი მსახური სასმელ წყალს ადუღებდა. ნაზმანიავმა ველური ხის რამდენიმე ფოთოლი მდუღარე ქვაბში ჩაყარა. მდიდარი არომატით დაინტერესებულმა იმპერატორმა ერთი ყლუპი მოსვა და პირველი ფინჯანი ჩაი დაიბადა. მიუხედავად ამ მშვენიერი და სახალისო ლეგენდისა, ჩინეთში ჩაის მცენარეს მანამდეც იცნობდნენ, ოღონდ მას უფრო საკვებად იყენებდნენ, როგორც ბოსტნეული. მაგალითად, მარცვლეულთან ერთად მიირთმევდნენ როგორც დამატებითი მწვანილი. სონგის დინასტიის დროს დაიწყეს ფოთლების დაქუცმაცება და ცხელ წყალში შერევა. ეს უფრო დახვეწილი მეთოდი იაპონიაში გაავრცელეს ბუდისტმა ბერებმა. სწორედ აქედან დაიწყო ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონია. ათასობით წლის განმავლობაში ჩინეთს ჩაიზე მკაცრი მონოპოლია ჰქონდა. მხოლოდ მე-17 საუკუნეში ჰოლანდიელმა და პორტუგალიელმა ვაჭრებმა შემოიტანეს ჩაი ევროპაში. ანუ ჩინეთიდან ჩინელებმა ჩაი ჩამოიტანეს, ჩაიდანში ჩაყარეს და ჩამოატარეს კი არა. ჰოლანდიელებმა ჩინეთიდან ჩაი ჩამოიტანეს, ჩაიდანში ჩაყარეს, ჩამოატარეს და კარგი დიდი ბიზნესიც წამოიწყეს. ჩაი გავრცელდა ბრიტანეთშიც, როგორც ამბობენ აი ამ ქალის პორტუგალიის პრინცესა კატარინა ბრაგანსას დამსახურებით. ეთყობა, როდესაც ჩარლზ მეორეზე დაქორწინდა, ჩაი მზითვებში წაიღო, რადგან პორტუგალიაში ჩაის დიდგვაროვნები და სამეფო ოჯახი მიირთმევდა. ამ პერიოდში ბრიტანეთი ახალ მსოფლიო ჰეგემონად ყალიბდებოდა და თავის კოლონიურ გავლენებს აფართოებდა. რადგან ჩაი მხოლოდ ჩინეთში წარმოებოდა, ეს ბრიტანეთის ჩინეთზე დამოკიდებულებას ზრდიდა. ბრიტანელები მიხვდნენ, რომ ჩაის საკუთარი წარმოება იყო საჭირო. ამიტომ ჯიგრებმა ბოტანიკოსი რობერტ ფორჯუნი ჩინეთში ჯაშუშად გაუშვეს, რომ ჩაის ნერგები მოეპარა. ფორჯუნმა ეს საქმე მშვენივრად შეასრულა, ათასობით ჩაის თესლი და ნერგი მოიპარეს. შემდეგ კი ინდოეთში გადაიტანეს. Bravo! დღეს კი ინდოეთი ჩაის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია. ჩინეთი კი არის ისევ პირველი და ყოველ წელს 13 მილიონ ტონაზე მეტი ჩაის აწარმოებს, მაგრამ მაშინ ბრიტანელებმა მონოპოლია ნამდვილად წაართვეს. დღეს მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში სვამენ ჩაის, მაგრამ ამაში ჩემპიონები ნამდვილად თურქები არიან. საშუალოდ ერთი თურქი წელიწადში 3 კილოგრამ ჩაის სვამს. ანუ დღეში დაახლოებით 3-4 ჭიქას. თურქეთში ჩაი სოციალური ცხოვრების ნაწილია. თითქმის ყველგან გთავაზობენ ჩაის. ბაზრობაზე ვაჭრობის დროსაც კი. თურქეთი აწარმოებს 1,5 მილიონ ტონა ჩაის და 95%-ს თვითონ მოიხმარენ. ჩაი გვიყვარს ჩვენს ქართველებსაც. გადმოცემის თანახმად ჩაი პირველად საქართველოში 1770 წელს გამოჩნდა, როცა რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ სამოვარი და სერვიზი აჩუქა ერეკლე მეორეს. მაგრამ როგორც მცენარე ჩაის პირველი ბუჩქები 1809 წელს მამია მეხუთე გურიელის ბაღში გაჩნდა. მას არ ჰქონია სამრეწველო დანიშნულება, მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იყო. მე-19 საუკუნეში რამდენიმე მეცნიერული კვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, თუ სად შეიძლება გაშენებულიყო საქართველოში ჩაი. შედეგად 1895 წელს ჩაქვში გაშენდა ჩაის პლანტაცია. პლანტაციის მოვლაში დაგვეხმარა ეს 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა, სახელად ლაო ჯინჯაო, რომელიც ჩინეთიდან სპეციალურად მოიწვიეს. რამდენიმე წელში ჩვენმა ჯინჯაომ ბათუმთან ახლოს 10-11 ჰექტარი მიწა შეიძინა და საკუთარი მეურნეობა მოაწყო. მთელს მსოფლიოში სხვადასხვანაირი ჩაის ამზადებენ. მაგალითად, არგენტინაში სრულიად განსხვავებული ჩაია, მესი რომ სვამს ხოლმე საწრუბით მუდმივად. თურქეთში სრულიად განსხვავებული ჩაია, ჩინეთში და ინდოეთში ასევე განსხვავებული ჩაია, ტიბეტელი ბერებიც განსხვავებულ ჩაის ამზადებენ, მაგალითად კარაქიან ჩაის. მაგრამ ჩაის დალევა მხოლოდ ორი ფორმით შეიძლება. პირველი, უბრალოდ მოსვა ჩაი. მეორე, მოხვრიპო ისე თითქოს შენი უკანასკნელი ჩაი იყოს ცხოვრებაში.